და რა ხდება აქ ბურთი არ ჩანს კი ბატონო აგძელებინებს შოთა თევზაძე მაინც ეხლა მორკინალები უნდა ჩაერთვნენ საქმეში კი ბატონო ზაურ კენჭაძე მივიდა და დადო კიდევაც მატჩის პირველ ლეო ზაურ კენჭაძე პირდებს ეხლა ისევ საკუთარ 5 მეტრიანთა შეკიდება არ მე მგონი უპირატესობა ქონდა ლეოს იქამდე ხმა გავიგე შოთა თევზაძე და შეხვედრაში გახსნას ანგარიში და ასეც მოხდება 0-3 საკმაოდ მარტივი დარტყმით პეტრე ხუთისუმა მოუყვა სამი გოლა ლევოს უკანახაზე საინტერესოა გაფციაურმა უნდა იმოქმედოს კარგათაც აიღო ბურთი წამოვიდა შეტევაში და ნახეთ ვინ აირჩია საკონტაქტო უკვე ესეთი წესების დარღვევები ისჯება ხოლმე როგორც წესი ყვითელი და ხშირ შემთხვევაში წითელი მარაციც ჯაბა სიხარულიძე დავით მოძღვრიშვილს რეალური შანსი იმისა რომ 3-3 გახდეს 72 წუთზე ანგარიში და გაათანაბროს და ცილა მანას როგორც ჩანს ბატონო დარტყმა არაზუსტი იყო ისე როგორც კი სირცენა ხარ ძალიან როკონდინონომ გაჭრა ხაზი გააკეთა გადაცემა და გძელდება ეს შეტევა აბა შამოაქციური ძალიან დიდი სირცეებია ლელოს დაცვაში კარგი კონტაქტი იყო რა მაგრამ წავიდა აფციაური და აქ ბურთზე ჩადის კევქიშვილი და არა ვერ ამოიღო იქით სირცე არის რამხელა ვერ გადავიდა ვერ შეავსეს სტატვის ხაზი დავიხილეთ ლელო კი ბატონო გაიტანა ლუკა ციკლაურმა ლელო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის 72 ო არა წინ თამაში დაფიქსირდა აქ და ეს ლევოც გაუქ გაგიჟდებიან რუსეთები ამდვილად აქ არ მოხდება კაი ამბავი ახლა ტრიბუნებზე ეჭვმაქვს აქ ასაც იხის თავის თანაგუნდელებს ანიშნებს რომ არ არის ეს ლევო და ძალიან ძლიერი მორაგბი თამაშია ძალიან მაგარი თამაშია და კიდევ ერთხელ რას თამაშობს ნიკა აბესაძე სადამდე ხტება უბრალოდ და როგორ კითხულობს მეტოქის ჭანაფი გრენ არა კიდევ რა კარგად დაიცვეს თავი აქ შევსება სივრცეები საჭირო გადაცემა და ლევო როკონდინონოს მეათე ლევო მიმდინარე სეზონში და რა დროს რუსთავის ხარები დიდი ალბათობით იგებს ამ თამაშს და გადიან შემდეგ ეტაპს საინტერესოა რა ხდება? კი, ხელს ართმევენ ერთმანეთს. მე მგონი აქ ყველაფერი მორჩენილია და მე მგონი რუსთავის ხარები კიდევ ერთხელ მესამე დამარცხებს პლეი-ოფში თბილისის ლევოს. დრამატულ შეხვედრაში შეგვიძლია პირდაპირ თქვა გარდასახვად ზუსტი არის. და მატჩი დასრულებულია თუ არა? და კი, მატჩი დასრულებულია. მატჩი დასრულებულია რუსთავის ხარები გავიდა საუკეთესო 4 გუნდში და იბრძოლებენ